მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი ვარ. გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის ონლაინ რადიოს და კახეთის ხმის Facebook ოფიციალურ გვერდზე. მსმენელებს და მაყურებლებს გაქვთ შესაძლებლობა დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები. დღევანდელი პოდკასტის თემა გახლავთ საკმაოდ მწვავე, რომელიც ეხება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობას, რაც ადამიანის უფლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა არის. მას ქალებისა და გოგონებისთვის როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური შედეგები მოყვება, რაც საზოგადოებაში მათ სრულ და თანასწორ მონაწილეობას უშლის ხელს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გადაცემის სტუმარი ქალბატონი თამარ თუშიშვილი გვესაუბრება. იგი გახლავთ ფსიქოლოგი და ძალიან საინტერესო საუბარს გვპირდება. გამარჯობა ქალბატონო თამარ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ და გვეწვიეთ ჩვენს გადაცემაში და მეთანხმებით, რომ ეს ნადრევი ქორწინება, ასე ვთქვათ, ძალიან პრობლემური და ასე ვთქვათ, ძალიან გავრცელებადი არა, თუმცა ძალიან პრობლემური საკითხი არის. რომ დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბარი, ზოგადად რომ შევაფასოთ, რა არის საერთოდ ეს ნადრევი ქორწინება, რამდენად ატარებს სისტემატიურ ხასიათს მსგავსი შემთხვევები და ზოგადად რა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, აი ეს უკვე რომ ჩავშალოთ შემდეგ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმებით, მიხარია რომ აქტუალური გახდა და ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი ნებისმიერ საფეხურზე ეს მედია საშუალებები არის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებია თუ მცირე ჯგუფებში ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით საკითხები, რატომღაც ტაბუდადებულ ერთ-ერთ ტაბუდადებულ საკითხად განიხილებოდა. როგორც ვიცით, ადრეული ქორწინება ნიშნავს, როდესაც ქორწინებაში იმყოფება ორი ან თუნდაც ერთი არასრულწლოვანი პირი, რომელსაც ფაქტიურად არ აქვს რეალური და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება იმ ეტაპზე, რადგან ითვლება არასრულწლოვან პირად, ხო? გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევით, ძირითადად აფრიკაში არის და აზიის ქვეყნებში ადრეული ქორწინება უფრო პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით გახშირებული და დიდი რაოდენობა, თუმცა საქართველოშიც გვიფიქსირდება არაერთი შემთხვევა. განსაკუთრებით მუსლიმ თემში დღესდღეობით კიდევაც შემორჩენილი აქვს, არ ითვალისწინებენ გოგონას ასაკს ხშირ შემთხვევაში. კვლევებმაც არაერთხელ გვაჩვენა, რომ ადრეულ ქორწინებაში ისევ გენდერული ნიშნით ხდება, ასე ვთქვათ, ადრეული ქორწინების დაფიქსირება ხოლმე ბიჭების რაღაცა 0.1%-იც არ არის რაღაც პროცენტული მაჩვენებელი ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების 99.9% არიან არასრულწლოვანი გოგონები. როგორც იუნისეფის კვლევებიდან ვიგებთ, ეს და კონვენციაც გვეუბნება ბავშვთა უფლებების შესახებ, რომ ეს არის ბავშვის განათლების ხელყოფა, თავისუფალი გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, რაც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე შიდა პატიმრობით, პირდაპირ გაგებით, ასე ვთქვათ, პატიმრობის მსგავსი მდგომარეობა მორგებული, არა განათლებას, არა თავისუფლებას, არა ურთიერთობებს სოციალური ფორმით და სამწუხაროდ მერე დეპრესიები და ხშირ შემთხვევაში სუიციდიც გვიფიქსირდება ხოლმე ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონების მდგომარეობა. რა კომპლექსური სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ასე ვთქვათ, ამაზე რომ ვისაუბროთ, ზოგადად ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შესამცირებლად, ხომ, აი როგორი უნდა იყოს ძალადობის პრევენცია იგივე ადრეულ ასაკში და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს თავად გოგონებისთვის და ასევე საზოგადოებისთვის. ისევ და ისევ მივდივართ იქით, რომ განათლების დეფიციტი, განათლება სექსუალური განათლების და უფლებების განათლების არ ქონა, ჩვენ ადრეულ ასაკშივე უნდა ვეწეოდეთ იმ ცოდნის ჩადებას მცირეწლოვან ბავშვი, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად უნდა მიეწოდებოდეს, სად გადის ზღვარი, რისი უფლება აქვს ბავშვს. ძალაუფლება ის, რომ ერთი უნდა ყოველთვის ლიდერი იყოს და მეორეს ჩაგვრიდეს, ეს ადრეული ასაკიდან უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გამიჯნული, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება თავისი აზრის გამოხატვის, აზრის სოციალურად მისაღები ფორმით რომ გამოხატოს და არა სიჩუმით, მე არ ვარ დამნაშავე, მაგრამ რადგან მარგებენ დამნაშავის სტატუსს უნდა გავჩუმდე, არა, უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ ისაუბროს, გამოიტანოს თავისი სათქმელი გარდა და თავისი მდგომარეობა დააფიქსიროს ყველასთვის გასაგებ ენაზე. რისი შედეგია ქალბატონო თამარ ქალთა მიმართ ძალადობა ზოგადად ეს არის არ ვიცი ძალაუფლების რესურსების არათანაბარი ანუ საერთოდ რისი შედეგია ეს და რა შეგვიძლია რომ ვთქვათ ამაზე ცოტა მეტად რომ ჩავშალოთ საკითხი
მიზეზი რა არის ფაქტიურად ამისი ასე გამოტანა და ხაზგასმა ცოტა რთული იქნება. თუმცა ჩემთვის როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგისთვის, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე თემებს ხვდები და მიწევს მუშაობა, თუნდაც ბავშვებთან, მათ მშობლებთან, სქესობრივ უმცირესობებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, ვისთანაც მე ვმუშაობ, ისევ და ისევ გვიწევს განათლების დეფიციტის და ზოგადი სოციალური ფონის გამო აი ამ ძალადობის ელემენტებს ხვდებით ამ ესეთ შემთხვევებში, სადაც არის თუნდაც ეკონომიური სიდუხჭირე, არის თუნდაც ძალადობა გამოვლილი მეწყვილე, რომელსაც ურთიერთობის ფორმა მხოლოდ ძალადობრივი და ესეთი რაღაცა ტოტალიტარული რაღაცა რეჟიმიდან, ასე ვთქვათ, რეჟიმის ხელწერა მოსდგავს და მისთვის არის რომ აი მე რასაც ვიტყვეს ესე უნდა იყოს და სამწუხაროდ ამ შემთხვევაში, როდესაც ქალი თავის მოსაზრებას აფიქსირებს, ხო? ან ხდება ისეთი შემთხვევები, რომ არც აფიქსირებენ, ცდილობენ რომ გაერიდონ იმ კონკრეტულ სიტუაციას და სამწუხაროდ აი გასულ თვეს მე თვითონ მუშაობდი ორ გოგონა ქალთან 35 წლამდე ასაკის ქალებთან, რომლებმაც აი ეს ძალადობა, ოჯახური ძალადობა, არ იყო ფიზიკური ძალადობა, მაგრამ იყო ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ პარტნიორები, მამაკაცები იყვნენ ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულები, რომლებიც 24/7-ზე იყვნენ თუ ტოტალიზატორებში, თუ მობილურ რაღაც აპლიკაციებში ჩამჯდარი და თამაშობდნენ, აიძულებდნენ მეულ პარტნიორებს, გოგონებს, მეუღლებს, რომ მოეტანათ ფული, რაც მათ თუნდაც ელემენტარული ინტერნეტს დაუკმაყოფილებდნენ და სამივე შემთხვევა დასრულდა იმით, რომ გაერიდნენ და წავიდნენ საზღვარგარეთ. ინარჩუნებენ, ასე ვთქვათ, ოჯახის სტატუსს, მაგრამ სხვადასხვა გარემოებებში გადადიან. აი, ესეც ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისთვის ძალიან დამაფიქრებელია. გასაგებია და ისევ და ისევ ფაქტობრივად აი იგივე ამ მაგალითებით რაც თქვენ მოიყვანეთ, ხო? რაღაცნაირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დაუსჯელობის სინდრომიც არსებობს ალბათ, არც მიმართეს არავის ალბათ, ხო? არა, მოვიდნენ ერთადერთი მოვიდა ის გადმომისამართდა ორი გოგონა ჩემთან ნევროლოგის მხრიდან, იმიტომ რომ მივიდნენ რომ რაღაცა ფოთოები მაქვს მომატებული და მადლობა ღმერთს რომ ნევროლოგმაც განსაზღვრა რომ აქ მედიკამენტოზური თერაპია კი ბატონო საჭირო იყო, მაგრამ იყო საჭირო ქცევის შეცვლა, დამოკიდებულების შეცვლა. ამ გოგონამ საკუთარ თავში ძალები და ასე ვთქვათ, რესურსები ირწმუნა კიდევ ერთხელ, რომ მე არ ვარ მარტო, მე მყავ მხარდამჭერები და შემიძლია რაღაცა გავძლიერდე და რომ გავძლიერდები ფინანსურად, ეკონომიურად, სამწუხაროდ ჩვენს ყოფაში, ჩვენს სახელმწიფოში ვერ ქვეყნებში კონკრეტულად ვერ ნახეს სამსახური, სადაც დასაქმდებოდნენ და ირჩენდნენ თავს იმისთვის, რომ მე თავი ერჩინათ და დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრების გაკეთება. აი რა მოაქვს, ესე იგი, რა შედეგი მოაქვს ამ დაუსჯელობის სინდრომს? დაუსჯელობის სინდრომს ისევ და ისევ ფსიქიკა შერყეული ადამიანები, ჯანმრთელობა შერყეული ადამიანები და დაუსჯელობის სინდრომის კიდევ და კიდევ კარგად ასე ვთქვათ, დასადგურება ჩვენს და როცა ეს ადრეულ ასაკში ხდება ქალბატონო, თამარ და ადრეული ქორწინებაა და ეს ნაადრევი ქორწინება. სამწუხაროდ ადრეული ქორწინების შემთხვევები რაც ქონდა, ყველა ოჯახი დაირღვა. ყველა ოჯახი დაირღვა, ქართულენოვანი მე რაც ვიცი ეთნიკურად ქართველებში დაირღვა, სამწუხაროდ არა ქართულენოვან მოსახლეობაში და ეთნიკურ უმცირესობებში იქ ჯერ კიდევ არის ის, რომ მშობლების კულტი და აიძულებენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე იყვნენ და ფაქტიურად, მეს კარგავენ ქალები, გოგონები განსაკუთრებით არა განათლებას, ერთადერთი ოჯახის, ასე ვთქვათ, მოსამსახურებად იქ არიან აქცევები. რამდენად საკმარისი არის, თქვათ, იგივე სამოქალაქო საზოგადოების ხარდაჭერა, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციის ხარდაჭერა, სხვადასხვა პროგრამები, სხვადასხვა პროექტები, აი რამდენად საკმარისი რესურსი არის, ხო? აი ამაზე რომ ვისაუბროთ და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ მათი მხარდაჭერი პროექტები განხორციელდეს, აი ზოგადად ამ ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის კუთხითაც, ხო? და ასევე მოზარდებისთვის, ასე ვთქვათ, იგივე ტრენინგების ციკლი იქნება ეს, იგივე შეხვედრა, თქვენ განათლებაზე ისაუბრეთ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა სხვა მხრივაც რო გაეწიოთ ხომ დახმარება, რამდენად მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი ნიშნულები გააკეთეთ თქვენ ამ შეკითხვაში, იმიტომ კი ამ კითხვაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად და რა ენაზე ვსაუბრობთ. არა მხოლოდ ტრენინგები, არა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკა, არა მხოლოდ ის რომ ჩვენ გამოვიდეთ მსვლელობები ვაწარმოოთ, არა, ჩვენ გქონდა შიცის პრევენციასთან ბრძოლის კამპანია, რომ დაიწყო ცოტა უფრო
20-30 წლის წინ მასობრივი თანა, ასე ვთქვათ, განმანათლებლების ხარდაჭერა იყო ძალიან დიდი, როდესაც ხდებოდა 4-5 ადამიანის, ასე ვთქვათ, სამუშაო შეხვედრა, მათთან საუბარი ამ კონკრეტულ საკითხზე და მე უკვე ისინი თავიანთ სოციუმში, თავიანთ ახლობლებში, იმ წრეში, სადაც ისინი ძალიან დიდ დროს ატარებდნენ, ხდებოდა ამ საკითხის ხაზგასმა და ჩემი აზრით, ჩემთვის როგორც პრაქტიკოსისთვის, როგორც საჯარო პირისთვისაც ამასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანა განმანათლებლების ჩართულობას ნებისმიერ ცვლილებაში, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ჩვენი საჭიროების ხმამაღლა საუბრის შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვატარებთ ტრენინგს, ხო, ის ტრენინგი ვერ უნდა იყოს გავრცობადი. ის ტრენინგი ხო რაღაც ჩავატარეთ კონკრეტულ სამიზნეში, მაგრამ უნდა მოყვებოდეს ამას რაღაცა ზვავის პრინციპით უნდა ხდებოდეს ამ ინფორმაციის გაშლა, გატანა და ამისთვის მე რაც პრაქტიკაშიც ნანახი მაქვს და არაერთი გამოცდილება გამიზიარებია, ძალიან კარგად მუშაობს ეს თანაგანმანათლებლების ინსტიტუტი. კახეთის ხმასთან ერთად იყო პროექტი, რომელიც Safe Use აპლიკაციის პროპაგანდირებას ვეწეოდით, ქალთა მიმართ ძალადობა რა იყო, რას განიცდიდნენ და როდესაც თემში ვხვდებოდით, სამწუხაროდ თემის მოსახლეობის ძალიან დიდმა პროცენტმა, ალბათ 80%-მა არ იცოდა თუნდაც ის, რომ კახეთში არსებობდა ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი. როდესაც ჩვენ ხვდებოდით, მაშინ იგებდნენ, რომ თუნდაც იგივე Safe Use არსებობა, თავშესაფრის არსებობა, რომ იყო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პროგრამა, სადაც დაეხმარებოდათ იურისტი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, აი, ამიტომ მე ვფიქრობ, საფასურის გარეშე. კი, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მე ვფიქრობ, ჩემი როგორც პრაქტიკოსისთვის ისევ და ისევ ხაზს გავუსვა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხდებოდეს ყველა საფეხურზე უფრო მეტი სამუშაო შეხვედრები და ფოკუსირება იმაზე, რომ კი ბატონო, არის ეს მიდგომები დღესდღეობით და არ არის ეს აბუდადებული, რადგან ამაზე დავიწყეთ საუბარი, ეს არის ჩვენი რეალობა და რომ არ გადაეცეს თაობიდან თაობას, მოდი ჩვენს მიდგომების, ჩვენს განათლებაში შევცვალოთ, რომ თანდათან პროცენტული მაჩვენებელი შეგვიმცირდეს აი ამ ძალადობის და მსხვერპლთაც, რა თქმა უნდა. დიახ. აი როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა წეგან ხაზი გავუსვით სახელმწიფოს როლზე რამდენიმე წინადადებაში. აი თუნდაც რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ამ ნაწილზე რომ ვისაუბროთ მასობრივი კამპანია თუნდაც ნაადრევ ქორწინებაზე. ძალიან დიდი როლი აქვს სახელმწიფოს, იმიტომ რომ მხოლოდ იმით არ უნდა ვიფარგლებოდეთ ჩვენ, რომ როდესაც სახელმწიფო, როდესაც მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთ кейსში ჩართული, როდესაც მცირეწლოვანი გოგონა სრულწლოვანთან შედგა ქორწინებაში, ოღონდაც რაღაც არ მომხდარიყო აფიშირება და ქალაქს არ გაეგო, ასე ვთქვათ, ძალიან ჩუმად მოხდა, ძალიან ისე გოგონას დედამ გააფორმა მეურვეობა ბავშვზე, რომელიც ადრეულ ქორწინებაში უნდა დაბადებულიყო და აი ამაზე კი არ უნდა ჩუმად კი არ უნდა ვსაუბრობდეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი პირადი მაგალითი უნდა იყოს, ესე კი ბატონო, ხმად მღაღადებლის ეშინა არ უნდა დარჩეს, უნდა გამოვიტანოთ, გავაზიაროთ იმისთვის, რომ ბევრი გოგონა დავიცვათ და სახელმწიფოც, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მეურვეობა მივანიჭი აქ უფროს ძალიან კარგი. თუმცა ცოტა მე ვფიქრობ, რომ კანონმდებლობის დონეზე სასურველი იქნებოდა, ჩემი კომპეტენცია არ არის, თუმცა რომ იყოს გადახედილი და ცოტა უფრო ესეთი კონდეს კანონი, უფრო მეტად დამცავი ამ არასრულწლოვანების. დიახ და ალბათ კარგი იქნებოდა თუ თქვათ ცალკე იქნებოდა იგივე საცხოვრისი, თქვათ არასრულწლოვანებისთვის, ხო, ადრეული ქორწინებისთვის და რაღაცა იქ ეწეოდეს, თქვათ სხვადასხვა დახმარება, სხვადასხვა ტიპის, იგივე ფსიქოლოგიური. იმიტომ რომ განათლება არ უნდა იყოს მხოლოდ სახელობო, თუნდაც ზუსტად აი ეს ფსიქოლოგიური განათლება რაც ყველაზე მეტად აკლიათ ხოლმე და განათლება იმისთვის, რომ მე შემიძლია ვიყოს სრულფასოვანი დამოუკიდებელი მოქალაქე. დიახ, იმიტომ რომ გოგონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა ისინი მიაღწევენ უკვე 100-18 წელს, მათ თუ იცოდნენ რა ტიპის ძალადობები არსებობს და ვთქვათ, როგორ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამას, ვის მიმართონ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მათ ფაქტობრივად ისიც არ იციან, ვის უნდა მიმართონ. ალბათ ესეც პრობლემა იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ გექნებათ შეხება. ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რომ რატომღაც გონიათ ადრეულ ქორწინებაში მithumetes თუ შვილი
ვიყავთ ხოლმე უკვე რომ всё დამთავრდა აქ ჩემი ცხოვრება დასრულდა მე აღარ უნდა ვისწავლო მე ხლა ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ ჩემს შვილს შეუქმნა და თვითონ შეუძლიათ ნუ აი არ ვიცი რა ფიზიკური შრომის ფასად თუმცა როდესაც ვეუბნები რომ შეგიძლია მიიღო განათლება თუნდაც იგივე სახელობო განათლება და არ წახვიდე არ იმუშაო სადღაცას აი ისეთი შრომის გაწევა უწევთ ხოლმე პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება თუნდაც რომ მიიღონ და იყვნენ ჩართულები სოციალურად წეგან თქვენ ახსენეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამაზე ხმის ამოღება აი რა შედეგებზე შეიძლება გავიდეთ იგივე თქვენ ახსენეთ ეთნიკურად ქართველები ეთნიკურად აზერბაიჯანელები ხომ აი საჯაროდ საუბარი ამ პრობლემაზე იგივე ვთქვათ ასე ვთქვათ განრიდებულთა თუ გადარჩენილთა ისტორიების მოყოლა ვთქვათ პოზიტიურ ჭრილში ქალბატონო თამარ იგივე პრობლემაზე ყურადღების გამახვილება თუმცა შემდეგ პოზიტიური მაგალითები და ისტორიები რომ მოვყვეთ ხომ? აი რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ვის დაეხმარება რა ასაკზე შეიძლება რომ გავთვალოთ და როგორ შეიძლება ამისი ძალიან კარგად გამოტანა? ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანების საკუთარი და თუნდაც იგივე პრაქტიკაში არსებული кейსების განხილვა. როდესაც მოდიან ჩემთან ფსიქოლოგთან და მეუბნები, ყოლიათ მსგავსი შემთხვევის ადამიანია. ჩემს თვალწინ იბადება კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მე მათ თვალებში. რომ მეტყვი კი და თქვენზე უარესი кейსიც ყოფილა. აბა რომელი და ყველა кейსიდან თუ არა 80% кейსებიდან ვცდილობ რომ ამ ტრავმა გამოვლილი ადამიანების მით უმეტეს ძალადობის მსხვერპლები ვინც არიან რაღაც მცირედი, რაღაც პროდუქტი დავადებინო. ეს ნახატი იქნება, აპლიკაცია იქნება, ნებისმიერი რამ შევაქმნებინო და რომ მოუყვები, რომ აი ამ ნახატის, აი ამ ნამუშევრის ავტორი, აი ამ გზას გადიოდა, ეს გაკეთა, მე აქ არის. ძალიან კარგად მოქმედებს და არ ვიცი მოსახლეობას ახსოვს თუ არა, იმიტომ რომ ეთერშიც გადიოდა ჩვენი მაშინდელი ეს შეჯამება კახეთის ხმის პროექტი, როდესაც იყო მუსლიმ თემთან, როდესაც ვხვდებოდით, გახსოვთ ქალბატონის საკითხი იყო, რომელიც საუბრობდა რომ საშინელი ძალადობის მსხვერპლი იყო და მზად იყო, ოღონდ დაბულარული სახით. მე ვისაუბრებ, მზად ვარ ვისაუბრო ჩემს ტკივილებზე, ჩემს გზაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია თუნდაც იგივე მუსლიმ თემში, იმიტომ რომ გოგონებზე ძალიან დადებითად მოქმედებს და აძლევთ თვით შეფასების ამაღლებას და რწმენას იმისას, რომ თუ კი სხვა ქალმა გადადგა ნაბიჯი, მეც ვარ იგივე გენდერულად, იგივე ჭრილში განხილული ადამიანი, იგივე სიტუაციაში, თუ რა მიახლოვებულ მდგომარეობაში, რომელსაც ძალიან დიდი წნეხი აქვს ამ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგ თვით შეფასება ძალიან დაწეული, მაგ უნარები დაკარგული და თუ კი ამან შეძლო და იპოვა თავისი ნულოვანი წერტილი, საიდანაც ახალი ფურცლიდან დააწყებინა ცხოვრება, ეს ძალიან ეხმარებათ მსხვერპლებს და თუნდაც იგივე ძალადობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, რომ თავი დააღწიონ ამ მარკუჩი. დიახ, ჩვენი პოდკასტის სათაური არის ასეთი ბავშვები პატარძლად, ასე ვთქვათ. ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდია, თუმცა გვაქვს ხო ამისი მაგალითები. რას ეტყოდით ქალბატონო თამარ ბავშვებს პატარძლად, რომლებიც იმყოფებიან ამ სიტუაციაში, რა შეუძლიათ მათ რომ გააკეთონ, პირველ რიგში ვთქვათ, თუ დახმარება ესაჭიროებათ, ვის შეუძლიათ რომ მიმართონ და მეორე საკითხი, როგორი არის ამ შემთხვევაში თქვენი როგორც ფსიქოლოგის როლი? კი ბატონო, სამწუხარო რეალობა არის ასეთი მართლა, რომ ბავშვები პატარძლად გვევლინებიან, არიან და ამისთვის ძალიან კარგი იქნება, ეს არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში, ხოლმე მით უმეტეს კიდე, როდესაც უკვე ქორწილის ტრადიციულ ცერემონიალს რაც შეეხება, როდესაც სამზადისი მიდის ეს და ორ დღეში აწყდება ხოლმე. ჩვენამდე თუ მოაღწია ინფორმაცია, ყოველთვის ვეუბნები რომ დარეკეთ 112-ზე, 116-ზე დარეკეთ, არსებობს ცენტრები, საიდანაც მოვლენ და გეხმარებით იურისტები, ფსიქოლოგები, ნუ შეგეშინდებათ, თუმცა ისე მიჩუმათებულად მიდის ხოლმე ეს ყველაფერი, რომ ასეთ ოჯახებში არის ხოლმე ზუსტად ის ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებული და აქვთ ხოლმე შიში, რომ მე თუ ხმას ამოვიღებ, მე მამა სახლიდან გამაგდებს გარეთ, არ მექნება თავშესაფარი, გექნებათ თავშესაფარი, მიაღწევთ იმ კონკრეტულ ასაკს, რომ თქვენ თო შესლებთ თქვენ თავის რჩენას, ამოიღეთ ხმა და არ დანებდეთ, თქვენ გვაქვს განათლების, სიცოცხლის და ღიმილის უფლება. უღრმესი მადლობა ქალბატონო თამარ, რომ მოიცალეთ, მოგწანდით ჩვენს გადაცემაში. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩვენი საუბარი და თუ ერთ გოგონას მაინც
ამით გავუწევთ დახმარებას, მე პირადად ძალიან ბედნიერი ვიქნები. მე კი ამით გემშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ადრეულ ქორწინების საკითხზე. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.